გამარჯობათ, შემოგამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, მოგეხსენებათ არის რეტრო მერკური, ამიტომ თუ გყავთ ისეთი ადამიანი, ვინც დიდი ხანი ასე ვთქვათ არ გინახავთ და გაინტერესებთ რას ფიქრობს თქვენზე, ასე ვთქვათ სასიყვარულო რომანტიული კუთხით. ვისთანაც რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შედგა, ასე ვთქვათ, ურთიერთობა. ასეთი ადამიანი თუ გყავთ და გაინტერესებთ რას ფიქრობს ის ამჟამად თქვენზე და საერთოდ ფიქრობს თუ არა. მაშინ ეს ვიდეო არის თქვენთვის. ნახოთ თქვენი ადამიანის სიგნიფიკატორი კარტი. ვინ არის ის, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი თავი, ფიზიკურად ის არის ლამაზი, მიმზიდველი, მას აქვს კარგი სხეული, ენერგია, ტემპერამენტი, თუმცა ის დამოკიდებულია რაღაცაზე, მას ასე ვთქვათ, აქვს მდგომარეობა ისეთი, რომ აკეთებს ის რაღაცას, შესაძლებელია ეს რაღაც ქმედება, რაც დიდი ხანია გრძელდება, მან სურს ამ სიტუაციას თავი დააღწიოს, თუმცა ვერ ახერხებს. დაახლოებით ასეთი არის თქვენი ადამიანი, ძალიან ენერგიული, მე მგონი უკვე აღნიშნე და ტემპერამენტიანი, ესეთი კარგი მამაკაცია, თუ ეს მამრობითი სქესი არის, ანუ თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, არის ძალიან სასურველი მამაკაცი. კარგით, ვინ ხართ თქვენ? თქვენი სიგნიფიკაცია. თქვენ ხართ ქურუმი ქალი. თქვენ ხართ ძალიან მიმზიდველი, ემოციური, ნიჭიერი, სულიერად განვითარებული ადამიანი. სულიერად შესაძლებელია თქვენ გწამთ უმაღლესი ძალების, ასე ვთქვათ, გაქვთ რწმენა, რელიგია, შესაძლებელია ამ მომენტში თქვენ ორიენტირებული ხართ, შეიძლება რაიმეს ყიდულობთ ან აგროვებთ თანხას, ესე იგი არ ხართ მზად, ახლა გასცეთ ენერგიები, შეხვიდეთ ურთიერთობაში, გასცეთ თქვენი ადამიანური რესურსი, ამისთვის არ ხართ მზად, პირიქით ხართ, ანუ ორიენტირებული ხართ საკუთარი ენერგიის შენარჩუნებაზე. ასეთი თქვენი აღწერილობა, მიმზიდველი რო ხართ ძალიან და მამრობითი სქესისთვის, ასე ვთქვათ, გაუგებარი და ამოუცნობი, ისინი ვერ იგებენ თქვენს განზრახვას, ვერ იგებენ, რატომ ხართ ასეთი ლამაზი, მიმზიდველი, თუმცა ინიციატივას არ იჩენთ. აი, ეს არის გაუგებარი მამრობითი სქესისთვის. დაახლოებით ეს არის სიგნიფიკაცია თქვენი. თუ მამაკაცი მადევნებთ თვალყურს და ქალბატონი ჩაიფიქრეთ, მაშინ პირიქით მიასადაგეთ თქვენ სიტუაციას. კარგით. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე და საერთოდ თუ ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენი გზები გაიყო, მოდი ასე ვთქვათ. თუმცა თქვენ ძალიან ძვირფასი ხართ მისთვის. ეს იყო სისულელე, ასე ვთქვათ, ესე არ უნდა მომხდარიყო. თქვენ ამას არ ემსახურებთ. ის მუშაობს ამ საკითხზე და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა სიძნელეები მოიტოვოს ზურგს უკან და შემოვიდეს თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობაში. რაღაც ძალიან ესეთი იმედისმომცემი ფიქრები აქვს ძვირფასებო. კარგით, კიდევ რას ფიქრობს? ეს მისი გეგმებია თითქოს, ანუ თქვენზე კონკრეტულად რას ფიქრობს კიდევ? თქვენ ძალიან გიყვართ თქვენი თავი. ამას ფიქრობს.
თქვენ ხართ კომფორტის ზონაში, ამიტომ არ მოქმედებთ. თქვენ რაღაც ძალიან ჭკვიანი გახდით, ძალიან ბრძენი. გაქვთ არჩევანი მისი აზრით, არჩევანი მამაკაცებში. შეიძლება მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც არის, ვინც აქტიურად, ასე ვთქვათ, თავს გაწონებთ თქვენ. მას რაღაცის თქმა სურს თქვენთვის. რა არის თქმა სურს? ესე იგი, მას არჩევანის გაკეთება უწევს. ეს არის, ასე ვთქვათ, მისი კარმა, მისი ბედისწერა, მისი აზრით. ის ადგას გზას, ასე ვთქვათ, ესე იგი, კი არ ადგას გზას, უფრო სწორად მას რაღაც მიღწევები აქვს და ელოდება გზიდან რაღაცას ელოდება, რის შემდეგადაც რას იზამთრის. რაღაც თავის გეგმებს, ასე ვთქვათ, გადააწყობს გეგმებს. რასთან დაკავშირებით? ესე იგი, ის ხვდება, რომ თქვენ არაპირებთ ინიციატივის გამოჩენას, არაპირებთ, რომ იაქტიუროთ, ამიტომ მას გონია, რომ ვიღაცა აქტიურობს მამაკაცი თქვენ ცხოვრებაში და გეგმავს, რომ მან უკეთესად იაქტიუროს, ასე ვთქვათ, უკეთესად იმოქმედოს. და რას გეგმავს, რის მოქმედებას გეგმავს ეს ადამიანი? ესე იგი, კონკურენციის მას არ ეშინია. მას არ ეშინია, რატომ? იმიტომ, რომ ის არის ქარიზმატული, მიმზიდველი, ენერგიული და იმპერატორი. რაზეა საუბარი? იმპერატორს, რა თქმა უნდა, არაფრის არ ეშინია, არასოდეს, განსაკუთრებით მისი მამაკაცური ღირსებების, ასე ვთქვათ, ესე იგი, მას იმხილა შესაძლებლობები აქვს მისი აზრით, რომ კონკურენციაში ის ყოველთვის იმარჯვებს. ანუ თუ ის გადაწყვეტს, რომ ჩაებას თქვენთვის ბრძოლაში დაამარცხოს მისი კონკურენტები, მისი ერთი გამოჩენა, მისი ერთი სიტყვა საკმარისია, რომ თქვენ არჩევანი მასზე შეაჩეროთ. ის იმდენად მაგარია, ის იმდენად ძლიერია, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით მოქმედებებში, ყველანაირი მოქმედება იგულისხმება აქ. ყოჩა, მე მინდა რომ შევაქო, იმიტომ რომ ესეთი თავდაჩერებულობა მამაკაცებში ნამდვილად საქებარია. ნამდვილად, ესე იგი, არის დარწმუნებული მის უნარებში, შესაძლებლობებში და შესაბამისად ადეკვატურად აფასებს ამას. კარგით, კიდევ რას ფიქრობთ თქვენზე კონკრეტულად, ვინც გახსენით ეს ვიდეო? ძალიან ისე შეხედეთ ვერ ფასება. თქვენ ხართ 24 საათი მის გონებაში, მის ფიქრებში. თქვენ ხართ მისი ვნება, თქვენ ხართ მისი ცდუნება. თქვენ ხართ მისი მატერიალური, ასე ვთქვათ, კარგით, ყველაფრის გასვლანება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რაც თავს შემომდის, რაღაც სხვანაირად ვიტყვი. ესე იგი, თქვენ ხართ განსხეულებული მისი სურვილი. მოდი ასე ვთქვათ. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ თქვენ არაფრის გაკეთება არ გსურთ, არაფრის დანახვა არ გსურთ, მოქმედება არ გსურთ, არაფერი არ გსურთ საერთოდ. რატომ ფიქრობს ამას? იმიტომ, რომ თვითონ არის შორს, ან წარსულში. დიახ, იმიტომ, რომ თქვენ გააკეთეთ ასე, რომ ის ყოფილიყო წარსულში, თითქოს დაასრულეთ თქვენ მასთან ურთიერთობა. დიახ, ამაზე მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენ მისი აზრით. აი, ამას ფიქრობს ვერ ფასებო.
შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.